გამდგომარეობაა ბიჭები. საბურავი გადავარდა. ბიჭო ძალიან ხო არ დაუშვი. ურა! ოჩა. მიდი. არ დააგდო. ლენდოს უნდა ენდო. სალამ მეგობრებო, მე ოთო ვარ და დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად მივდივარ სირიაჩქონში. სირიაჩქონი არის სოფელი სამეგრელოში, დაახლოებით კოლხეთის ნაკრძალთან ახლოს, რომელიც ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ისეთი სოფელია, რომელიც მოწყვეტილია სულად გარესამყაროს გზა არ ქვია იმასაც მანდ მიდის და გვინდა რომ მივიდეთ, დავათვალიეროთ სოფელი, ვნახოთ ასეთი მოწყვეტილი ადგილი. გარდა ამისა, გაგაცნობთ ახალგაზრდა თბილისელ კაცს, რომელსაც მიატოვა დიდი ქალაქის ხმაურიანი ცხოვრება, კომფორტი, ღამის ბოჰემური გულაობები და საცხოვრებლად ამ მიტოვებულ სოფელში გადმოვიდა. როგორ მოახერხა ეს? ამას ცოტა მოგვიანებით თვითონ მოგიყვებით. მივდივართ Nissan პატრული, ლაშა, კაცი ოფროუდი, კაცი ფოთი, კაცი მექანიკა, ლენდო რა თქმა უნდა და Nissan Xterra მოყვება უკან და მე არ ვიცი როგორ იქნება ორ Nissan-ში, ლენდოს ალბათ ძალიან გაუჭირდება. Xterra რა სიტყვი? სულიად მზადყოფნა ბატონოთა. მზად ხარ იმისთვის რომ ჩარჩე და ლენდომ გათრიოს? არა, ლენდო ვერ მათრებს. ხოლოდ ვიცი. აი საჩაგვრჩა Xterra და გადასარჩენი ყავს. გურული ვიცი ძალიან ფიცხია. სტილოს გადაარჩინოს Xterra გაჭირობაში. ვიცი ასაყიდი მეგობრებო. ვიცი. ორი Nissan-ია. ასე რომ ფხილად იყავი რა, ფხილად. აბა რა სიტყვი მზად ხარ წინაღობებისთვის? მზად მივდივართ სირიაჩკონში, მაგრამ საკმაოდ რთული გზა გველოდება. კარგი ის არის, რომ სათამაშო მანქანები არ არიან ჩვენთან ერთად, რომელიც შეგვაფერხებს. Subaru-ს გულისხმობ ჩვენს მეგობარს. ოღონ რა თქმა უნდა ხუმრობით, Subaru კარგი მანქანაა. ლენდო არის მეგობრებო, ატე საბურავებზე და ეს არის უბრალოდ უხეშად დამზადებული ტრასის საბურავი. მაგრამ ლენდოს მეგობრებო, ამის არ ეშინია. ვიახლოვდება პატროლისთვის ეს მართლაც არ არის წინაღობა. თამამად დადის არც ბუქსაობს. საერთოდ არ აღელვებს ეს წინაღობა ის. ოპ. ინაღამ გამიტანა. კარგია. ასე თქვათ როგორია? ნუ რა უნდა ვთქვა რა, საბურავები რა. შენი მანქანა ძალიან მაგრად დადის ამ საბურავებით. ამ საბურავის კოლბას. უკეთეს საბურავებით რას იზავს? ბიჭო, კაცი, ხედავ რა კომენტარს აკეთებ, შენსავით კი არ არის რომ Xterra Land Rover-ი ვერ დადის და რამე. ორი ცუდი ამბავი გვაქვს. ერთი ის არის რომ ლენდო ჩარჩა, ისე მოსრიალდა რომ ისე ჩავარდა ტალახში რომ აქედან მარტო ჩაბმა თუ უშველის და მეორე ცუდი ამბავი ის არის მეგობრებო რომ პატროლის დისკიდან საბურავი გადავარდა და ეხა საბურავი უნდა შევაკეთოთ. აი ესე წინაღობას დავაწყდი. არ არის ყველაზე სასურველი ამბავი და შეიძლება ასე დროს დაგემართოს, მაგრამ ხდება ხოლმე რა, ოფროუდის ნაწილია. რა მდგომარეობაა ბიჭები? საბურავი გადავარდა. ბიჭო, ძალიან ხო არ დაუშვი, რატო გადავარდა? ერთი და ოკეი, კარგი. ნუ რაღაცას ვიზამთ. ვფიქრობთ რომ შევძლებთ გაცოცხლებას. ეხლა გვინდა რომ შეუშვათ გაზი, ერთი ვბუთხოთ და თუ უშველა მერე მივაშველოთ ნასოსი. თუ არა და მოგვიწევს რომ მოხსნათ და მერე მაგარი წვალება მოგვიწევს. ურა! ერთად შრომა და გვერდში დგომა რამდენს ნიშნავს რა? მართლება. ხო, აი ესე მოიწმინდე ხო, ფლი უფ. სალო, რა გინდა გაგიმართვა? პირველი ოფროუდი და ეგრევე თავგადასავლები. აბა. ეგრევე გაჭედვა, ეგრევე საბურავის გადაგდება. მოკლედ. თქვენ გაჭედილი ბრძანდებით აქ? პატრული გადავარჩინეთ მეგობრებო. კაი ხალხის დამსახურებით და ეხა ლენდოს გადარჩენის დროა. ერთი სული აქვს Xterra-ს რომ აქ ჩავჩე და ვერ ამოვიდე, მაგრამ
ლენდოს უნდა ენდო. ლენდო ვერ ახერხებს აქედან მომსვლას. ჰა, დარწმუნდი პატივცემულო რომ ლენდო მხეცია. მოდი შენ ჩემთან მოდი ჩემთან. ჩემთან მოდი ჩემთან. ახლოს მოდი ჩემთან. ახლოს რომ აი ეს უნდა დაგაყენო Land Rover-ის წინაშე და ეს უნდა გაკეთებინო. რა სიტყვის სალო მოგწონს Land Rover-ი? ძალიან. მაყურებელი ვარ, ოჩო. დაიძრა X-ტერა, იქ სადაც ლენდო გაიჭედა, მოემართება იმ ადგილას, მაგრამ ნუ ძალიან თავდაჯერებულია და ოუ, საჩოგ. ვა, ოჩოხ. ოჩოხ. აი, სად დაგვერხა მეგობრებო. აქ წინ ისეთი რაღაცა გველოდება, რომ ამის გავლა მყარია ვითომ ქვევით. არ არის კაი ამბავი. აქ იძირები. აქ ხოლოდ ჯადოსნობის იმედი თუ გვექნება მეგობრებო, თორე საბურავის იმედი მე არ მაქვს. ნუ ლენდოს რა თქმა უნდა ენდო. ოფროუდი მეგობრებო, მარტო ოფროუდი კი არ არის, ოფროუდი სიყვარულია. აი ნამდვილი სიყვარული რას ნიშნავს, ოსა შეგიძლია ემსახურო. ყოჩახ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული წინაღობა გველოდება წინ, გადავწყვიტეთ, რომ შევეჭიდოთ და ნახოთ რა გამოვა. მივუახლოვდით ამ მოგზაურობაში ალბათ ყველაზე სახიფათო ადგილს. აქ რიონმა დამბა გაარღვია. ყოველი ადიდებისას წყალი გადმოდის და ნიადაგი ძალიან მყიფე ხდება. გარდა ამისა, საშიშროებას ისიც წარმოადგენს, რომ რიონი შეიძლება უცებ ადიდეს და მანქანიანად თან გაგიყოლოს ფოთში. ამ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორი რთული ადგილია. X-ტერამ სულ ოდნავ გადაუხვია ტრაექტორიას და მყისვე ჩაეფლო. რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მყარია ზედაპირი. პატარა შეცდომა და რიონის მსხვერპლი ხარ. გადავლახეთ. შემდეგი წინაღობა ფაქტიურად რა სიტყვი X-ტერა როგორი იყო? არც მეგონა რომ ეგეთ ტალახი იქნებოდა და X ჩავჭებოდი რა. შემდეგი დრაკონის დავამარცხეთ. ნახოთ რა გველოდება წინ. შემდეგი წინაღობა ფაქტიურად არ ვიცი ამას რა ქვია, ჭაობი თუ ტალახი თუ რა დავარქვა არ ვიცი, მაგრამ წამოვიდა პატრული. გზა უნდა გაიკვალოს, სხვა გზა არ არის. ამის დაკვალებზე უნდა წამოვიდეთ მე და როგორ უჭირს. ძალიან გართულდა საქმე. ძალიან გართულდა აქ ლენდო როგორ გადმოვა არ ვიცი. კარგი საბურავები აქვს, მაგრამ შემოაგდო და წავიდა მიდი. არ დააგდო და მე არ შემოვა. არა, უკან, ვაუ, აი სად დაგვერხა. აი აქ გვიჭირდება ცხოვრება ძალიან. იქიდან სიჩქარე ვერავიღე რა. რატო არ აკრიფე იქ, რატო არ გაუყარე? ვერ ავკრიფე, დაჟე წავედი უფრო უკან. შანსი არ არის. და ჩავაბათ ახლა X-ტერას და დავიყვანოთ ისე თორე შანსი არ არის. მოემართება X-ტერა, გინდა თუ არა გადავალო იძახის. გაზი, ბოლომდე. ვახ შენი. ვა, საღო.
ნახე არ ჩერდება, დაგვტოვა, ნახე, წავიდა, არ ჩერდება. ასე უნდა წამოვსულიყავი, ესე იგი აქ უფრო მეტი შანსი იყო რა. ეხა ჩაბმა ამათი და წავიდა. ერთ-ერთი აზრი, რომ Xteram უკან გაკაჩოს, Xterაში არ კიდე ჩაბმული უკან ლენდომ კიდე უკან გაკაჩოს და იქნება ასე რა ქვია იმას თალგამი ხო ბავშვობაში ზღაპარი რო იყო კიდე გვიდა ერთი ორი მანქანა ხო ძიმედ გმარეობა მიუხედავად გაუვალი ჭაობისა ერთმანეთის დახმარებით შეუპოვრობისა და ჩვენებური თალგამის ხარჯზე შევძელით ამ წინაღობის გადალახვა ამ მოგზაურობაში ალბათ ყველაზე დიდი გამოცდილება ამ ადგილმა მოგცა სანამ სადმე თავს შეყოფ კარგად უნდა დაფიქრდე შეძლებ თუ არა გადალახვას თუმცა ისიც მართალია სანამ არ ცდი ვერ გაიგებ მიტოვებული სახლები შემოგხვდებათ მეგობრებო, იმიტომ რომ წინათ აქ ხალხი ცხოვრობდა და დღეს კიდევ ესე მიტოვებული სახლები გვხვდება. კიდევ ერთი წინაღობაა გადალახული. წავედით. ვაგრძელებთ გზას, აბა. ნახოთ მივაღწევთ თუ არა სირია ჭკონამდე. გამოვედით აი ასე ლამაზ მინდორზე. ეს არის სოფელი სირიაჩქონი მეგობრებო, სადაც ერთ დროს 200 კომლი ცხოვრობდა. წარმოგიდგენიათ 200 ოჯახი. დაახლოებით 1000-მდე ადამიანი და დღეს არის ფაქტიურად მიტოვებული სულ რაღაც 4 კომლი ცხოვრობს. იმიტომ რომ არანაირი ტრანსპორტი, გიხვდებით რომ ამ გზაზე და ტრანსპორტი უნდა მოვიდეს. სიმართლე უნდა ითქვას, რომ არა Xterra ჩვენ მთავარ წინაღობას ვერ გადავლახავთ. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, X-ა და ჩვენ მარტივად გადავდიოდით, Xterra რაღაცნაირად ახერხებდა და იჭედებოდა. ჩაგვირჩა Xterra ისევ, როგორც ხდება ხოლმე. ბათუ გეყოფა, ნუ მიაკლავ, ჩავაბა და ამოვიყვანოთ. შემდეგი გაჭირვება მეგობრებო, ეხა უკვე Xterra ჩაგვირჩა, მაგრამ არა უშავს, ამოვიყვანთ ეხა პატრული ჩაიბამს უკვე. ისე ადგილას ჩაგვირჩა, რომ თუ ამბავში ჩავარდა, მაგრამ არა უშავს, ამოვიყვანთ ეხავე და მიდი ბათუ მიეხმარე. მიდი, კარგია. მიდი მიეხმარე. კარგია, აი მასე. კარგია. მე მგონია რომ აქ რას გონი გინდა და გახვალ. გაუყარე. საჭა გაუსწორეს. კარგი ხარ. როდესაც მეკითხებიან, რატო დახეტიალობ, რა გინდა ამ ტალახში და ამბებში, აი მეგობრებო, აი ეს არის რაც მინდა და რის გამოც აი ასეთ ადგილებში დავდივარ. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით კოლხეთის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს სილამაზე, რაც აქ ხდება, არის სხვა სამყაროდან. მოს ვერ იფიქრებ, რომ აი მანძილს გაივლი მწვალებას, იმ ტალახს, იმ გამოწვევებს და მე მოხვდები აი ასეთ ადგილას. აი ეს არის სილამაზე, სიმშვიდე, სიწყნარე და ის რის გამოც ჩვენ დავდივართ ასეთ ადგილებში. აუ რა მაგარია. ლეპოტა, ჩამოვაღწიეთ, მეგობრებო, მოვედით სირიაჩქონში. შვიდობით. რავი, რაც ჩვენ გამოვიარეთ, არ იყო მარტივი გზა, არანაირად. ჩამოვედით ჩვენს მეგობართან, თბილისელი ბიჭი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გადმოცხოვრდეს სირიაჩქონში. აი ესეთი მეგრული ოდა აქვს, ცხოვრობს. რა სიტყვის სალო, როგორი გზა იყო, გაჭირდა? რთული გზა იყო, რაღაც მონაკვეთები, მაგრამ ძლიერ ხალხთან ერთად რუხცა ხარ და მიწით. კი, ერთმანეთის დახმარებით ნამდვილად. და მაგარ ადგილას მოვედით, აი ეს ლამაზია ქავრობა, 60-ხეა მართლა. კი, მაგრამ მე ის კითხვა მაქვს, რომ ეს კაცი, აი ცოტა ხანში რომ გავაცნობთ ხალხს, აქ როგორ გადმოცხოვრდა, აი ეს არის ჩემი კითხვა. საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც ვიცი, თბილისში ცხოვრობდა თუ მოღვაწეობდა, დიახ.
და ეხლა აქეთ გადმოვიდა საცხოვრებლად. საინტერესო. შურს სხვათა შორის სიამოვნებით ვიზავდი მეც. ნიკოლოზ, გითხარი რა, რამ გადაგაწყვეტინა ამ არ ვიცი და ვარ მოუსავლეთში გადმოსვლა, მოუსავლეთი რო ზუსტად მაგან. რომ ვერ მოგაგნოს ვერავინ, ხო? უნება, თავისუფლება, შენ თავთან ხარ თავისუფლად, ცხოველების სიყვარული და რა ვიცი, ალბათ შრომაც ისე თუ ასე მიყვარს რაღაცების კეთება და მაგან გადამოწყვეტინა აქ ჩამოსვლა. ეს მოწყვეტილი რო ხარ ცივილიზაციას არ გაწუხებს? თან ვარ, თან არ ვარ. იმიტომ რომ როგორც თქვენ მოხვედით, ხშირი სტუმრები გყავს. გავიგე. ანუ რა ვიცი, ყოველდღე ვიღაც გამოივლის, გაივლის და მოწყვეტილიც არ ვარ რა. სუგიჟი მეგობრები ყავს, იმიტომ რომ აქ ნორმალური ინმოვა. ჩვენ არ ვართ ნორმალურები აშკარად. ვის რა გატაცება აქვს ცხოვრებაში, მაგაზია. ხო და რა ვიცი, კარგად ვარ, თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ნუ ეხლა შედარებით უკეთ ვსწრებ თავს და რა ვიცი, მაინც ქალაქში დავადებული გაზრდილი, მე აქაურობას თან მარტო გადმოვედი, მარტო დავიწყე ყველაფერი, მეზობლები მეხმარებიან, 4 ოჯახი ვართ სულ რა, მეტი არ ვართ. რა ვიცი, ნელ-ნელა მე ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, როგორც აქედან წასული ქალაქს ეჩვევა, ისე იქიდან ჩამოსულიც შეეჩვევა რა. არის რაღაც ეგეთი მომენტი, რომ შენი თავი აქ იპოვე? რაღაცეები ისეთი ვიპოვე, რაც არ მეგონა თუ შესაძლებელი იყო რა, ჩემი მხრიდან. ანუ ბევრი რაღაც თურმე შემძლებია და ადამიანს შეძლებია რა, არ იცი და სწავლობ. აქ გინდა არ გინდა, უნდა ისწავლო და გააკეთო და ნუ შესაბამისად ბევრი რაღაც აღმოაჩინე საკუთარ თავში. როგორ მიხარია, იცი რომ გაგიცანი? პეთილე. თან მიხარია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბევრს ვისაუბრებთ. აუცილებლად. რა საკეთებ ხოლმე, ძირითადად დღის განმავლობაში რა საკეთებ? რას არ ვაკეთებ? პროფესორი კითხვა იქნებოდა. რას ვაკეთებ და რა ვიცი, დილა იწყება ძროხებით, საქონელი, უნდა მოწელო, ხბოები, მერე ყველი უნდა ამოიყვანო, ამოყვანის შემდგომ გადახარშვა მიმდინარეობს სულგონის და შემდგომ, რა ვიცი, დრო რო გამოჩნდება, აქ ყოველთვის რაღაც უნდა გააკეთო რა. სუსაქმეა. ღობე სადღაც ყოველდღე შესაკეთებელია. იქით რა ვიცი, გჭირდება რაღაც მშენებლობა დავიწყე, ახლა გაფართოება ხო გინდა და ნუ თქმა უნდა. ესე გადის დროც და საქმეც ულევია რა. სურველები, რა ვიცი, თუ ვინმეა დამხმარეები, სიამოვნებით მივიღებ, იმიტომ რომ საქმეს არ გამოულევ რა. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ ხშირად მოვალთ შენთან, იმიტომ რომ მუდამ გამიხარდები. ისეთი ჯერ ერთი მოსასწრულად არის გზაში წინაღობაც და აი ჩავრჩით და ყველაფერი რო ხდება, სულ ყველაფერი რო ხდება და სილამაზეც და მე უცებ მოდიხარ და მიჩიტები და ტიპს რომელიც ცხოვრობდა, რა ვიცი, ქალაქში და გადაწყვიტა აქ ჩამოვიდეს და ნუ რაღაც კუთხით ჩემთვის ეხა რაღაც კუთხით სხვა სამყაროდან ხარ ამ სამყაროში გაჩეთული. ხო, ბავშვობიდან მიყვარდა რა. ბავშვობიდან სოფელში დავდიოდი ხშირად. ბაბუა ჩემი მშრომელი კაცი იყო, წისქვილი ჰქონდა, ფურნე, სამჭედლო, ხეზეც მუშაობდა. და რა ვიცი, ჭირკედელაობდა, ყველაფერს აკეთებდა სოფლისთვის რა, ანუ სოფელში ყველაფერი ჭირდება, ამაში ვეხმარებოდი. და ნუ მერე, როცა ამოვიზარდე, ყველას გვაქვს ჩვენი მომენტი, როცა გინდა ეს ახალგაზრდა ხარ და რაღაცა გახვიდე, გამოხვიდე და ეგ ყველაფერიც დამღლელია და ნუ ბოლოს გადავწყვიტე, რომ საქონელი შემეძინა, ხუჭი ღორები ვიყიდე, მერე ცოტა საქონელიც ვიყიდე, მერე აქაურობა ვიყიდე, იმიტომ რომ იქ მეგობრებთან ვერ ვეტეოდი, გაფართოვება მინდოდა და გადმოვინაცვლა მერე აქეთ. და აქეთ ნუ დავიწყე და რომ დავიწყე დასასრული არა, მიდის შრომა რა, რასისა. მაგარია. ხო, თავარია ბედნიერი იყო იქ სადაც ხარ და ყველას მაგას უსურვებ. დამოკიდებულება ცხოვრებისადმი არის, რომ ყველა უნდა იყოს იქ, საიდანაც გააკეთებს იმას, რის გაკეთებას მას სურს. თუ აქ ხარ და იმას აკეთებ, რის კეთებას შენ გინდა და შენ გისწორდება, დანარჩენ 7 მილიარდი ადამიანის აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე 17 წელი ვიცხოვრე თბილისში და გადმოვედი სენაკში, მე 6 წელია სენაკში ვცხოვრობ და ტანკი რო ჩამაბა თბილისში ვერ ჩამატრევ. იმიტომ რომ ნუ იქ იმ კონკრეტულ ადგილას მაქვს ჩემი თავი ნაპოვნი და იმის კეთება შემიძლია, რის კეთებას მე მევასებებ.
თუნდაც აი ამის რა. რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ აი ეს ახლა ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება არის ექსტრიმი. ჩემი გადმოსახედიდან, მაგრამ გარნიშნავს რომ ექსტრიმია რა. შენთვის ეს არის რაღაცა გარემო, სადაც შენი სიმშვიდეა. ყოველდღიურობა. შენი ყოველდღიურობა. კი. რა არის ის რაც გაკლია? რა არის ის რაც გვაკლია? ხელშეწყობა რა. ხელშეწყობა, შუქის პრობლემა გვაქვს. ანუ ეხლა ერთი ბოძი და აი კიდეზე, ანუ ბოძის იქით ადამიანი ფეხს ვერ დააბიჯებ უკვე. წაიღებს იმას რიონი და ნუ მერე ჩვენი სადარდებელია, ჩვენი საზრუნავია და ჩვენი საკეთებელია, ასე ვთქვათ რა. ყველაზე დიდი პრობლემა ეგ გვაქვს რეალურად. ერთადერთი შუქი გვაქვს. მეტი არაფერი არ გვაქვს. და ისიც რავი წავა ერთი კვირა, ორი კვირა და ნუ ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რა. მეტი რა ვიცი. აქ რო მოდიხარ სხვა რა პრობლემა უნდა გქონდეს. თუ რა პრობლემა გაქვს, ეგ შენი თავის დროზე. ზარმაცობ რაღაცას არაკეთებ, რაღაცას რა ვიცი. გიზარება ადამიანს ყველგან ცუდია რა. რა თქმა უნდა. შესაბამისად აქ არაფერი არ მოგაკლდება, ყველაფერი მოდის. ოსტრეულიდან დაწყებული, რა ვიცი, ხილით, ნებისმიერი ტიპის ხილი მოდის. და თუ იშრომებ, საჭმელსასმელი არ გამოგებელა რა. ადამიანების უმრავლესობა ვერ ბედავს რაღაც ნაბიჯის გადადგმას და ყოჩაღი იმიტომ რომ გადადგინა ბიჭი. და მეორე იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა კაცი რომ ცდილობ, შრომობ, აკეთებ რაღაცას აშენებ როგორ ადგილას, იცი? რაღაც კუთხით მიდიხარ დინების საწინააღმდეგოდ რა, აქედან კამანდა რო გარბის და შენ რო ჩამოდიხარ და კამანდას სამყაროს ეუნები რომ ეგრე არ არის რა. აქაც ხარ და ახაც კარგად ხარ რა. ის კიდე ერთ რაღაც დავამატებ რა, მე უყურებ ასე რომ შენი ცხოვრება შენთვის უნდა იყოს საინტერესო. თუ შენთვის არ არის შენი ცხოვრება საინტერესო, ნუ რავი, ესეთია რა აზრი აქვს მასე ცხოვრებას და აი რაღაცას რო ბედავს ადამიანი, იმისთვის მე ის ცხოვრება ხდება საინტერესო. შენთვის აი ეს შენი ცხოვრება არის საინტერესო რა. და რაღაცას პოულობ ისეც, რომელსაც ნუ არ არის აუცილებელი ყველა მიპოვოს, მაგრამ შენ რაღაც პოულობ რა, იმიტომ რომ არ არის და მარტივი, არც მარტივია, არც ყოველდღიურობა, არც ხშირია რა. რეალურად რო თქვა, ესეთი ადამიანები, რომ ანუ ასე შორს წამოვიდეს. 3 წელია აქ ვარ, ნუ რეალურად არაფერი არ ჩანს, რაც გავაკეთებ, მაგრამ საკმაოდ ბევრი გავაკეთე, დიდი შრომა ჩავდე, ბევრი დამეხმარა. ანუ ბევრიც გასაკეთებელი მაქვს რა. დღეს არა, მაგრამ ყოველდღე ყველა წელს ველები ვართ და რო წავალთ რაღაცა ხომ უნდა დატოვო ცხოვრებაში, არა? მე ვფიქრობ, რომ ელემენტარული იმას დავტოვებ, რომ ზოგიერთებს სრული გაუჩნდათ, რომ ჩამოვიდნენ, ისევ დაბრუნდნენ, რაღაცები გააკეთონ. თავიანთ მიწაზე რა. ნუ არის ბევრი მსურველი, ვისაც უნდა ისევ აქ დაბრუნება რა. მაგრამ ისევ და ისევ გადავალ იმ საკითხზე, რომ გამბედაობას, რაც ძალიან რთულია ეხლა წახვიდე, წამოხვიდე, ნუ მაინც მესმის ყველასი. და ნუ რავი, იმედია დაბრუნდებიან, აი იმედია განვითარდება აქაურობა, ბევრმა გაიცნო, ასე ვთქვათ. ბევრი მეგობარი იყო, ნუ რეალურად სენაკში არ იციან სირიეჭკონის სად არის. მე დავიბადე და გავიზარდე სენაკში და ეხლა ხანს გავიგე და მიხარია, ძალიან მიხარია რომ გაგიცანი, მე ვფიქრობ რომ ჩვენ არაერთხელ გადავიკვეთებით და აუცილებლად, სხვა გზა არ აქვს. უნდა გადავიკვეთოთ. ეს გაბედულობა, ეს ვაშკაცობა, ეს თავდადება, რასაც შენ აქ გავლენ, ამას სჭირდება პატივისცემა და ამას სჭირდება დაფასება. და ვფიქრობ რომ სამყარო თუ კონკრეტული პიროვნებები არა, სამყარო დაგიფასებს. დიდი მადლობა, მე მუდამ თქვენს გვერდით ვარ, თუ რამე შემიძლია. გვიღებს ის კამერა დარწმუნებული ხარ, ისე გიჭირავს შენ რომ. ოკეი. როგორი მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა გვაქვს და როგორი ცოტა ამ ქვეყანაში ნიკოლოზისნაირი ხალხი. არა და როგორ ჰაერივით გჭირდება ასეთი ადამიანები. ადამიანები, რომლებიც ბედავენ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა აიღონ, იშრომონ და შექმნან დოვლათი, რომელიც შემდეგ უკვე ჩვენი ყველასი სიმდიდრეა. ნიკოლოზისნაირი ადამიანები ჩვენი ქვეყნის იმედის ნაპერწკლები არიან, ხოლო ამ ნაპერწკლს დანახვა სჭირდება ჩემი, შენი, ჩვენი მხარდაჭერა და გაფრთხილება. სხვა თუ არაფერი, იმის თქმა მაინც, ყოჩაღ ნიკოლოზ. უკანა გზაზე მეგობრებო, ჩავრჩით აი ამ ტალახში, რომელსაც ჩემს უკან ხედავთ და ეხლა დილით შველელი მოვიდა ჩემი მეგობარი
რანგლერით და ვცდილობთ რომ ამოვიტანოთ Xterra ამ ტალახიდან, მე პატრული და მე გადმოვიყვანოთ ლენდო აი ამ ტალახზე. ნახოთ რა გამოგვივა. აი ასე. აქტიურად მანქანაში მოგიწია ღამის გათენება. გასიზავ. ხდება ხოლმე თავგადასავლებში. კარგია. არის. გასიტყვი პატიმცემულო. როგორი არისო ფროუდი? როდი ჯოჯოხეთი არგორია თავგამი მეგობრებო, რანგლერი ჩამული Xterra-ში, Xterra ჩამული პეტროლში. რავი რა გამოვა ამ თავგამისგან არ ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ ჩანს. ამოვიდა. ახლა ლენდოს ჯერია. უნდა გამოვაქანო რაც შეიძლება მაქსიმუმი, რომ თავი რაც შეიძლება ახლოს მოვიტანო ბიჭებთან და მე ჩავაბართ და გამოვიტანთ ასე ლენდოსაც გადავარჩენთ. ისეთი ტალახია, რომ რავი. ეხლობა მანქანა აზრია და საბურავი გინდა რაცა უნდა იყოს. ეხლობი ვიდაბი ტალახი. ლენდოც ჩაგვირჩა, რა თქმა უნდა, კითხვაც არ უნდა. ზუსტად იქ სადაც პატრული ჩაგვირჩა. მიზანი იყო რომ მოკლედ თავი მოეტანა მაქსიმალურად და ეხა უკვე უნდა ჩავაბათ პატრულს და დავიხსნათ ლენდო გაჭირებისგან. აი. გამოვაღწიეთ, გადავრჩით, ცოცხლები ვართ, მანქანები დადის. ადამიანებსაც გავართ მეტნაკლებად. დიდი გამოწვევა იყო, იმაზე უფრო რთული ვიდრე ველოდით. ხამის გათენება სადღაც ჭაობში, იმიტომ რომ ჩავჩით. ბევრი ჩარჩენა, ბევრი ამოყვანა, ბევრი ჩაუწვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ამად ღირდა იმ ემოციათ, რაც მივიღეთ ნიკოლოზის მონახულებად, სირიაჩქონის ნახვად. აი ხა რომ ვლაპარაკობთ, ძლივს ვლაპარაკობთ, უბრალოდ ვერ ვლაპარაკობთ. გვეძინება დაღლილები ვართ, ტალახიანები ვართ. Xterra-მ თავი ისახელა და სახლში მიდის ამაყი, იმიტომ რომ რო არა Xterra ჩვენ იქით ვერ მივიდოდით და რო არა რანგლერი უკან ვერ გამოვიდოდით. მაგარი თავგადასავალი გამოგვივიდა. ნაცვლად 5-6 საათისა ფაქტიურად ორდღიანი. მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირდა, ამ ემოციათ, ამ თავგადასავლად, ამ დაუვიწყარ მოგონებად ლაშა ისი არის, რომ ეხა ერთი სული აქვს, რომ სახლში მივიდეს და ეძინოს რეზისაც იგივე მდგომარეობა აქვს. Xterra არის ბედნიერი. Xterra არის ბედნიერი. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.